ალბათ დამეთანხმებით, რომ თევზაობა სიმშვიდესთან ასოცირდება. ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ ეს ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის იდეალური გზაა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამ ეპიზოდში თევზაობის დროს მომხდარ ყველაზე წარმოუდგენელ მომენტებს გაჩვენებთ. მაღალი ტენიანობა ჩრდილოეთ ირლანდიისთვის უცხო არა, მაგრამ ამ დღეს წვიმასთან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ძლიერი ქარი და სეტყვა ახლდა. ამინდი იმდენად სწრაფად შეიცვალა, რომ მეთევზეებს რეაგირების დრო თითქმის არ ჰქონდათ. მსუბუქი წვიმა რამდენიმე წუთში სრულმასშტაბიან ქარიშხალში გადაიზარდა. მორიგი ნადავლის ნაცვლად მეთევზეების პადეში ამჯერად უზარმაზარი ზღვის ლომი გაება. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ცხოველები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუმცა ზღვის ლომები სინამდვილეში საკმაოდ ძლიერები არიან და აგრესიას გამოხატავენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს გრძნობენ. ცხოველი შეშინებული იყო, ამიტომაც მეთევზეების მხრიდან ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს თავდასხმის პროვოცირება შეეძლო. გამოცდილმა მეთევზეებმა იციან, რომ ასეთ მომენტებში ეს თითქოს დაუწყინარი ცხოველი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. ეხასელმა მეთევზეებმა დღე შესანიშნავ ხასიათზე დაიწყეს. თაზე ღრუბლები არ შეინიშნებოდა და ჩანდა, რომ ისინი თევზაობას მშვიდად შეძლებდნენ, მაგრამ რამდენიმე საათში ყველაფერი შეიცვალა. ცა ჩამობნელდა, ქარი გაძლიერდა და ხილვადობა თითქმის ნულამდე დაეცა. მეთევზეები პირდაპირ ტორნადოს ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ასეთ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება ყველაზე მნიშვნელოვანია. ფლორიდელი მეთევზეები დიდი ხანია შეჩვეულები არიან იმ ფაქტს, რომ თევზაობის დროს მათ ყოველთვის უთვალთვალებენ. ამ ადგილებში უამრავი ნიანგი ბინადრობს, ამიტომაც მშვიდი თევზაობა ხშირად დაძაბულ სიტუაციად იქცევა ხოლმე. Send it to me. 2020 წელს ტაილანდელმა მეთევზემ უცნაური არსება დაიჭირა. თევზს კბილები არ ჰქონდა, ხოლო მისი სახე რაღაცით ადამიანის სახეს ჰგავდა. მეთევზემ ნადავლი ველური ბუნების დაცვის სპეციალისტებს გადასცა, რადგანაც ის ფიქრობდა, რომ ეს თევზი მას უბედურებას მოუტანდა. ეს მეთევზეები თევზაობით იმდენად გაერთნენ, რომ მათ ნავის გარშემო არსებული უცნაური ჩრდილების დასანახად რამდენიმე წუთი დასჭირდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი ზვიგენების ალყაში მოექცნენ, თუმცა იმ დღეს ყველაფერი კარგად დასრულდა. ზამთარში თევზაობა ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული, რადგანაც მკვრივი ყინული შესაძლოა მოულოდნელად ჩაიმტვრეს. ქარი ძლიერდება, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ფეხქვეშ არსებული ყინული გაბზარვას იწყებს. ასეთ მომენტებში მეთევზეები ხვდებიან, რომ უკვე სახლში დაბრუნების დროა. Это пипец. ზოგი თვლის, რომ კარავს ყველაფრისგან დაცვა შეუძლია, მაგრამ ცუდია მინდი ამ ილუზიას ადვილად ამსხვრევს. პერუს სანაპიროსთან თევზაობა მშვიდობიანი იშვიათადაა. ამიტომაც როგორც წესი, ადგილობრივი მეთევზეები ამინდის უეცარცვლილებებსა და ძლიერ ტალღებზე ყოველგვარი აღელვების გარეშე რეაგირებენ, მაგრამ ამჯერად ამ სიტუაციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგანაც ძლიერი ცუნამი მეთევზეების გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ასეთ მომენტებში ცხადი ხდება, რომ სტიქიასთან ბრძოლა უბრალოდ შეუძლებელია. Oh, 2019 წელს დაშვებული ერთი შეცდომის გამო ბრაზილიის უდიდესი კაშხლიდან წყალმა გადინება დაიწყო. ამ დროს წყალსაცავში მეთევზეები იმყოფებოდნენ. წყლის დონე სწრაფად იკლებდა, ამიტომაც მეთევზეებისთვის სანაპირომდე მისვლა შეუძლებელი იყო. მათ გადასარჩენად მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. ხანდახან ერთი ადამიანის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა სხვა ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
ამ მეთევზემ ერთ დღეს სათევზაოდ წასვლა მეგობრების გარეშე გადაწყვიტა, მაგრამ მალევე მისმა ნავმა ჩაძირვა დაიწყო. რამდენიმე წუთში ის წყალში მარტო აღმოჩნდა. ნაპირი კი ძალიან შორს იყო. საბედნიეროდ, მაშველებმა ნავი მალევე შენიშნეს და მეთევზის გადარჩენა დროულად შეძლეს. We haven't seen anybody else yet, obviously. Copy. 62. 62 got. 2019 წლის 24 თებერვალს მალტას თავს უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შტორმი დაატყდა. ძლიერი ქარის გამო ტალღები წარმოუდგენლად მაღალი იყო. წყალთან ერთად სტიქია მთევზიც მოიტანა. თევზები არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ პირდაპირ გზებსა და ქალაქის ქუჩებში აღმოჩნდა. ზოგისთვის ეს უცნაურ სანახაობად იქცა, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შტორმის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. As you can see, the sea is coming up all the way into the street, and these men are just totally soaking wet, trying to pick up fish from the street. ამ ბიჭს წარმოუდგენლად გაუმართლა, რომ ეს დათვი ფრთხილი იყო. ადამიანთან სიახლოვის მიუხედავად, ის თავდასხმას არ აპირებდა. თუ სიტუაცია სხვაგვარად წარიმართებოდა, ეს ერთი მორიგი თევზაობა შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო. 2025 წლის 5 აპრილს მინორკას სანაპიროსთან მეთევზეები უცნაური სიტუაციის მომსწრენი გახდნენ. წყალში ათასობით მედუზა ცურავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არწებები ადამიანებისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, მათმა რაოდენობამ ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ შეაშინა. როდესაც ყინული მოწყდა, დროული რეაგირება ყველამ ვერ მოასწრო. მეთევზეთა ნაწილი ნაპირზე აღმოჩნდა, მაგრამ ზოგიერთი ყინულზე დარჩა. ყინული ნელ-ნელა უკან იხევდა, ამიტომაც მასზე დარჩენილი მეთევზეები სანაპიროზე მაშველების დახმარებით გამოიყვანეს. ზოგჯერ თევზაობა ნამდვილ გამოწვევად იქცევა, მაშინაც კი, როდესაც ახლოს მტაცებლები არ არიან. ვიდეოს ავტორი იმ დღეს თევზის დაჭერის ნაცვლად სახლში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაზე ფიქრობდა. ყინულის ნატეხები ციდან ისეთი ძალით ცვიოდა, რომ ნავი საკმაოდ დაზიანდა.那我这嗓子咋滑着呢？大包子。მეთევზეებმა მაშინვე ვერ შენიშნეს, რომ მათ ქვეშ არსებული ყინული ნელ-ნელა ნაპირს შორდებოდა. თავიდან ზარები უმნიშვნელო ჩანდა, თუმცა თანდათან მათი ზომა გაიზარდა. რაღაც მომენტში ყინულმა წყალში ჩაძირვა დაიწყო. მასზე დარჩენა სულ უფრო საშიში ხდებოდა. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი სამაშველო სამსახურის გამოძახება იყო. საბედნიეროდ, მაშველები დროულად მოვიდნენ. Ребята, вот я был с Смолячкова, была наклонная волна. Нет, наклонная волна. 20 километров туда и 20 километров обратно. И лед вот так ходил, 70 сантиметров. თავდაპირველად ამ მეთევზემ ვერ შენიშნა, რომ მისი ნავი გველის დროებით თავშესაფრად იქცა. ქვეწარმავალი ნავზე ადვრა და ცოტა ხნით მასზე დასვენება გადაწყვიტა. ის მცირე ზომის იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გველთან ასეთი სიახლოვე ადამიანთა უმეტესობას საკმაოდ აშინებს. თუ გაინტერესებთ როგორია თევზაობა 6.3 ბალიანი მიწისძვრისას, მაშინ ეს კადრები უნდა ნახოთ. ხორვატიაში გადაღებულ ამ ვიდეოზე ჩანს თუ რამდენად რთულია ნავის ტბის ზედაპირზე შენარჩუნება ძლიერი ბიძგების დროს. ასეთ სიტუაციაში ყველაზე გამოცდილი მეთევზეებიც კი იშვიათად ხვდებიან. There is a grizzly bear.
ალასკაზე თითქმის 100,000 დათვი ბინადრობს. ამიტომაც მათთან შეხვედრა იშვიათი მოვლენა ნამდვილად არაა. ეს ცხოველები ხანდახან ადამიანებთან ზედმეტად ახლოს მიდიან და ზოგჯერ მათ პირად ნივთებსაც კი იპარავენ. ამჯერად დათვი მეთევზის ჩანთით დაინტერესდა. All right, that bear just stole my bag. Hey, bear! Hey, now that's an advertisement for Sims right there, buddy. იმ ადგილებში, სადაც სელაპები ბინადრობენ, მეთევზეებს ყოველთვის ყურადღება მართავთ, რადგანაც ისინი ნადავლს ხშირად იპარავენ. სელაპები სწრაფად და ზუსტად მოქმედებენ. მათ ადამიანების მიერ დაჭერილი თევზის მოსაპარად მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ. Just want the lure, you have. Oh, you got it. No! დიდი ხანია, რაც ინდონეზიელი მეთევზეები ბადეებს აღარ იყენებენ. ისინი იმდენად არიან მიჩვეულნი გუნდურ მუშაობას, რომ მათ მოქმედებაში ზედმეტ მოძრაობას ვერ შენიშნავთ. ყოველმა მეთევზემ საკუთარი მოვალეობა კარგად იცის. ეს კადრები შთამბეჭდავად გამოიყურება და ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა ნებისმიერ საქმეში. ნავის გვერდით გიგანტური ვეშაპის გამოჩენა სასიხარულო ამბავი ნამდვილად არაა. მის ერთადერთ მიზანს თევზის მოპარვა წარმოადგენდა. ვეშაპი თავდაჯერებული ჩანდა და ცხადი იყო, რომ მას ადამიანების საერთოდ არ ეშინოდა. ეს უცნაური არსება მთვარისებრი თევზია. ეს თევზები სანაპიროს მიმდებარე წყლებში იშვიათად ჩნდებიან. ამიტომაც სან-ფრანცისკოს მაცხოვრებლები არ ელოდნენ, რომ ისინი ადგილობრივ ყურეში ასეთ უჩვეულო არსებას დაინახავდნენ. თევზის ზომა და მისი უცნაური ფორმა ყველაზე გამოცდილ მეთევზეებზეც კი ძლიერ შთაბეჭდებას ახდენს. ყინულზე თევზაობა შეიძლება ნებისმიერ წამს დასრულდეს. მანქანით მოსული მეთევზეები ყოველთვის სხვებზე მეტად იღბლიანები არიან, რადგანაც ისინი ნაპირამდე მისვლა სწრაფად ახერხებენ. ტინუსი ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასაჭერ თევზად ითვლება. მისი სიჩქარე, მასა და ძალა პროფესიონალი მეთევზეებისთვისაც კი ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე. Sea monster! Help him with that head, Mike. Yeah. ამ შემთხვევაში სიტყვა არა უბრალო უსიამოვნება, არამედ რეალური საფრთხე აღმოჩნდა. მან არა მხოლოდ ნავის კორპუსი დააზიანა, არამედ თითქმის მთლიანად გაანადგურა მეთევზის აღჭურვილობაც. თევზაობის დროს ყურადღების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ საფრთხე მაშინ მოდის, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ველით. კარგია, რომ ამ მეთევზემ გველი იმაზე ადრე შენიშნა, ვიდრე ის თავდასხმას გადაწყვეტდა. როდესაც სატყუარა მოულოდნელად ჩაიძირა, მეთევზე დარწმუნებული იყო, რომ მან დიდი ზომის თევზი დაიჭირა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. გამოცდილი მეთევზეებიც კი აღიარებენ, რომ ასეთი მომენტების დავიწყება შეუძლებელია. ზოგჯერ თევზი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი მასზე კონტროლის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ზომის უნდა იყოს თევზი, რომ მან ადამიანს ასეთი წინააღმდეგობა გაუწიოს. 我有没有整个绳子拽着你啊？不用。
სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მეთევზეები ამ გიგანტური თევზის დაჭერას ვერ შეძლებდნენ, რადგანაც მისი წონა 362 კილოგრამი იყო. ეს კადრები გვიჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანია ბუნება. თევზაობა მშვიდობიან საქმიანობას ჰგავს, მაგრამ ეს ისტორიები საპირისპიროს ამტკიცებს. თითოეული ეს მომენტი იმის შეხსენებაა, რომ ყველაზე გამოცდილი მეთევზეებიც კი ბუნებისთვის მხოლოდ დროებით ისტუმრები არიან.